შესაძლებელია თუ არა, რომ ქვეყანაში სოფლის გზა იმდენად კარგი იყოს, რომ მასზე დაშლის საფრთხის გარეშე პონტიაკმა გორიალი შეძლოს. Без риска развалиться на ходу. ძალიან ძველია 1931 წლის. ამერიკული ავტოწარმოების ეს წარმომადგენელი თითქმის 100 წლისაა და ის რძისთვის სოფლის მაღაზიისკენ მიეშურება, პოლონეთში. Польша. ცოდნე მძღოლები უკვე დიდი ხანია ევროპის შემადგენლობაში არსებულ პოლონურ საგზაო სასწაულზე ლაპარაკობენ. გადაცემაში ამ სასწაულის შემოწმება გადავწყვეტეთ და პოლონეთში ყველა სახის გზა მოვიარეთ, სოფლიდან გზატკეცილებამდე. ამბობენ, რომ ახლა პოლონეთში უკეთესი გზებია ვიდრე გერმანიაში, უფრო მოკლე. როდესაც გერმანიიდან პოლონეთში შედიხარ ან პირიქით, ქვეყნის ცვლილებას მხოლოდ საგზაო ნიშნებით ამჩნევ. ენა იცვლება. Язык меняется. Главное не потерять, что будет нарушено все. 2024 წლის პოლონეთი. ეს მხოლოდ გზაზე სხვისი მარცვლეულის დამყრელი ფერმერები არ არიან. ეს არის ევროკავშირში უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე, მხოლოდ 3%. მრავალ კომპანიას აზიიდან წარმოება პოლონეთში გადააქვს. Страна Азии. პირველობა სატრანსპორტო რეიტინგში. Польша. Дорога. პოლონეთში 30,000 ადამიანია დასაქმებული გზებზე, ყოველდღე. Просыпаясь утром. მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. ბოლო 20 წელია ყველა გზის მშენებლობაზეა მიმართული. უკეთესი და უფრო სწრაფი. ქვეყნის ისტორიაში უკვე 30 წელია უდიდესი საგზაო მშენებლობა გრძელდება. Дорожная стройка. Ну, აქ კი ვნახავთ თუ როგორ აშენებენ ევროპელები თავიანთ გზებს. გზა. პუნსკი. აქ ჯერ კიდევ ოდნავ ცუდი გზაა. ახლა უკეთესზე გავედით. ეს გზა უკვე 15 წელზე მეტი ხნის წინ გააკეთეს. ვალდემარ კრაკოვსკი, ბიზნესმენი მშენებელია. მისი კომპანიის ოფისი პატარა სოფელში მდებარეობს, პუნსკში, პოლონეთ-ლიეტუვის საზღვართან. აქ ლაპარაკობენ ლიეტუვურად, ახსოვთ რუსული და ადგილობრივი გზების რთული ისტორია. მათ შორის როგორც ძვრებოდა გზაზე ბორბლები ავტომობილებს. წვიმდა, ხედვა შეზღუდული იყო. და ბორბალი მოწყდებოდა. ორმოცდაათი წლის წინ შესაძლებელი იყო თუ არა პოლონეთის გზებზე ამგვარი მანქანებით გადაადგილება. აბსოლუტურად არა. ცხენებით თუ გაივლედი. მაშინ ყველა ცხენებით დადიოდა. ყველანი. არანაირი მანქანა არ იყო. არც ავტომობილი, არც ფული. და გზებიც არ იყო. პოლონეთის პირველი საგზაო გეგმები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე იყო ჩაფიქრებული. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა კომუნისტურ ხანაში ძირითადად მესამე რაიხის ბეტონის მემკვიდრეობაზე გადაადგილდებოდა. რესპუბლიკაში გზატკეცილების ქსელის შექმნის ამბიციური გეგმები იყო, მაგრამ მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოს დაიწყეს ახალი გზების მშენებლობა. 80-იანებში წელიწადში 20 კილომეტრს აგებდნენ. კომუნიზმის დაცემის შემდგომ 1989 წელს დამოუკიდებლობასთან ერთად პოლონეთს მხოლოდ 640 კილომეტრი გზატკეცილით შეეძლო დაგვეხნა. на всю страну. აქ უკვე ჩემი გზაა, პუნსკის თვითმმართველობის. პირველი ასფალტის გზა, რომელიც მე 1999 წელს დავაგე. აქ იყო ასფალტი, ახლა უკვე ახალია დაგებული. 3 წლის წინ არის გაკეთებული. აქ 8 წლის წინ. 2004 წელს პოლონეთი ევროკავშირის შემადგენლობაში შევიდა, რა დროსაც საგზაო მშენებლობამ სისწრაფე აკრიფა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სხვადასხვა დავალებისთვის ფინანსური ფონდები გააჩნია. მაგალითად, ევროპის შეკავშირების ფონდი, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის საკვანძოა. 81-82 წლებში თვითმმართველობიდან შენდებოდა პირველი ასფალტის გზა პუნსკში. ჯერ კიდევ ფულს სახელმწიფო აძლევდა, მაგრამ ასევე ადგილობრივები. საერთო ფულს აგროვებდნენ. დიახ, აგროვებდნენ. 10 კილომეტრამდე იყო აგებული. მე უკვე 25 წელი ავმუშაობ და უკვე 100 კილომეტრი ასფალტი დავაგე. ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი მშობლიური პუნსკის მართვაში პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანებამდე 2 წლით ადრე ჩაერთო. ევროფონდების შესაძლებლობებს აქტიურად იყენებდა. უკვე 26 წელია მას პუნსკის მერად ირჩევენ. 2024 წელი. ხედავთ მომნუსხოლ სოფელ დასახლებას, ტბებსა და ტყეს შორის. ახალი ბიბლიოთეკა, მზის პანელები სახურავებზე, ირგვლივ მერძევე სავარგულები. სოფელში ცხოვრობენ ფერმერებიც და IT სპეციალისტებიც. რამდენიმე წლის წინ აქ 2 გზა გავაკეთე. იმიტომ რომ ამ გზას ლიეტუვისკენ მივყავართ. შემდგომ არის საზღვარი. წელს ლიეტუვაც გააკეთებს გზას. წელს ვიტოლი კიდევ 2 გზის განახლებას გეგმავს. საერთოდ გვეჩვენება, რომ აქ, სოფელ მიდამოში, გზის შეკეთება ისევე ადვილია, როგორც საგაზაფხულო შაბათობის მოწყობა. 8 სანტიმეტრი იქნება. მეტი. ეს იქნება ძველი გზის განახლება. დიახ, ძველი გზის განახლება. საშუალოდ რამდენად სწრაფად ახერხებთ გზის განახლებას. ფიქრობ, რომ 2 თვეში, 2 თვე, ანუ 2 თვეში გააკეთებ ამ გზას. დიახ, ფიქრობ, რომ უფრო სწრაფადაც შეიძლება. უბრალოდ ზოგიერთ კომპანიას სხვა სამუშაოებიც აქვს. ერთიანად 5 მეტრის დაგება შეუძლია. ანუ ერთად. დიახ. საგზაო დავალების გადასაჭრელად საშუალოდ 9 წელი სჭირდებათ. მაგრამ სოფელშიც კი ყოველი პროექტის საგზაო მშენებლობა მილიონობით ზლოტით ანგარიშდება. თანხას ჩვეულებრივ თანადაფინანსების მარტივი ხერხით აგროვებენ. ევროკავშირის ფონდებიდან, სახელმწიფო პროგრამებიდან და თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. გმინა პუნსკის შემოსავალი. ფულის მიღების საშუალებას აძლევს როგორც განათლებისთვის, ისე გზებისთვის. აქ ძველი ასფალტია. ალბათ 35 წლის წინანდელი. 2002 წელს არის დაგებული. უკვე განახლებაა საჭირო. წელს უკვე მეორე ტექნიკურ პროექტს ვაკეთებთ. იმიტომ რომ როგორც კი პროგრამა იქნება, საქმეს უმალვე შევუდგებით. ანუ წინასწარ ამზადებთ. დიახ. სულ მცირე რამდენი სახლი უნდა იყოს პროგრამისთვის. არა, ასეთი რამ არ არის. ამის შესახებ არ ვფიქრობთ. თუნდაც ერთი სახლი იყოს, მაინც დააგებთ? დიახ, თუნდაც ერთი სახლი იყოს. აქ ცოტა მცხოვრებია, მაგრამ გზა მათთვისაც მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც. აქ პოლიტიკოსები არ არიან, მხოლოდ მფლობელები. ალბათ მადლობას გიხდიან ხშირად. კი, მაგრამ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ჩემი გაკეთებული არ არის. ვინაიდან ფული არის ევროპულიც, სახელმწიფოც და თქვენიც. გადასახადები, რომლითაც ვცხოვრობ და პენსიას ვიღებ. ეს არის ჩემი სამუშაო. საკუთარი ფული არც ერთ პოლიტიკოსს არ მეუცია. ეს არის ხალხის ფული. ყველაფერი გადასახადებიდან. პრემიერი თეჩერი ასე ამბობდა. მეც ამას ვამბობ. გზა როგორც ღირებულება. გთხოვთ ქოხში. წავედით. ქოხი ბორბლებზე. ანდრეი 9 წელია საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვით პროფესიონალურად არის დაკავებული.
ყველაფერი თან მაქვს. სახლიც, სამზარეულოც, საწოლიც. დილას პოლონეთში გაიღვიძა, ლომჟეს მახლობლად. მზად ხარ შრომისთვის? ანდრეის საქონელი პოლონეთის გავლით ესტონეთიდან იტალიაში გადააქვს. ევროკავშირში შესვლის შემდგომ ბალტიის ქვეყნების გზის გადაწყობა თავად იხილა. ამბობს, რომ ახალ გზებს არსებითი ნაკლი აქვს. ზედმეტად კარგია, შეიძლება ჩაგეძინოს. რაც ერთხელ უნგრეთში დაემართა კიდეც. უსაფრთხოების ღვედმა გადაარჩინა. ღვედი ხომ დაიმაგრე. ახლა რომელ გზაზეც მივდივართ, აჩვენებს თუ როგორი გზები იყო ადრე პოლონეთში. ოღონდ გაცილებით უარესი იყო. აქ უკვე ახალი ასფალტია. ახლა კი ახალ გზაზე გადავალთ, რომელიც ხიდისკენ მიდის. ორზოლიანია და შემხვედრიც ორზოლიანია. იქ თუ ვინმე ჩაეძინა, შენსკენ ვერ გადმოვა. ზღუდე სატვირთოსაც უძლებს. დიახ, მოძრაობის მიმართულებას ცვლის. პოლონეთში უკანასკნელი მონაცემებით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძე 425,000 კილომეტრია. ახლა არის ბეტონი და ავტობანი, მკაფიოდ დადგენილი გზის პირის, ხიდების, გადასახვევების ზომით, გზაჯვარედინების გარეშე. არის საჩქაროსნო გზები, ავტომაგისტრალი. ყველაზე გრძელი გზა 811 კილომეტრია. ეს არის ყველაფერი, რასაც სატვირთოს მძღოლი ხედავს, პარკირებას. ყველგან არის კეთილმოწყობილი ავტოსადგომი, მოსასვენებლად. მოვედით. ყავა დავლიოთ. მაგრამ 20 წლის წინ პოლონეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პრობლემა იყო. უმეტესი გზა დასახლებული წერტილების გავლით მიდიოდა, რომელიც დღემდე არის ანდრეის გზაზე ესტონეთიდან იტალიაში. მაგალითად, აუცილებლად უნდა გაიაროს ქალაქი ლომჟა. ყოველ ჯერზე მხოლოდ ამ ქალაქის გასასვლელად 25 წუთია საჭირო. შესაძლო 5-ის ნაცვლად. აქ რა ბინადრობს? ბევრი რამ. ანუ ბევრი თევზია, მერლუზა, ქარიყლაპია. კი, ქარიყლაპიაც. ქარიყლაპიაც კარგია, დილიდან ქარიყლაპიის დაჭერა. შემდგომ ბაზარში ყიდით? არა, საჭმელად. ლომჟა ვარშავიდან 150 კილომეტრში მდებარეობს. ძველებური ქალაქი მე-10 საუკუნეშია დაარსებული და მას შემდეგ გზა გასაყარია ბალტიის ქვეყნებისთვის ევროპისკენ მიმავალი. თანმდევი ვაჭრობით იზრდებოდა და ვითარდებოდა. პრობლემა ქალაქსაც აქვს. მის გზებზე მანქანების ნაკადი არ წყდება. Make some coffee? Yeah. ლომჟა სატვირთო მანქანების გარეშე არ მახსოვს. ადრე ჟურნალისტი ვიყავი. პიარით საქმიანობდი. დიდი ხანი სხვაგან ცხოვრობდი, მაგრამ დროსთან ერთად გადაწყვიტე დავკავდე იმით, რაც გულთან ახლოსაა.
წელიწად ნახევრის წინ მშობლიურ ლომჟაში დავბრუნდი. გზის პირას კაფე გავხსენით. თავად ტორტებს ვაცხობ, რაც ძალიან მომწონს. Мне нравится это очень. ანეტას ტორტი ისეთი გემრიელია, რომ მრავალი სპეციალურად ჩაროზისთვის მოდის. ლომჟის გვერდით პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი საგზაო მშენებლობა მიმდინარეობს. ვია ბალტიკას ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთს ასრულებენ, რომელსაც ძალზე დელიან სატვირთოს მძღოლები, მაგრამ რომელიც ქალაქიდან სატვირთოსთან ერთად ანეტას მუშტრის ნაწილსაც წაიღებს. ვინც ვარშავიდან მოდის, ჩვენთან შემოივლის. კაფეს გუგლით პოულობენ. გზის გახსნის შემდგომ როგორ გაართმევთ თავს? დიახ, ბიზნესი დაზარალდება, რაც ნაკლები მანქანა იქნება, მით ნაკლები კლიენტი გვეყოლება. У нас клиенты. Люди не będą podróżować. მაგრამ მოხერხებული ხარისხიანი გზა ყველა ჩვენგანისთვის მთავარია. Нас всех здесь. გზატკეცილი S61, საჩქაროსნო, შემოვლითი, სატრანზიტო, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან სუალის დერეფნით, შემდგომ კი ევროპაში ნებისმიერ ადგილას. სრულად 2025 წელს გაიხსნება. ახლა კულმინაციური ნაწილის მშენებლობა სრულდება. 1200 მეტრის სიგრძის ხიდი. კანადელები, ნიდერლანდელები ჩამოდიოდნენ სანახავად იმისა, თუ როგორ აშენებენ პოლონელები. არის მოწყობილობა ჰიდროცილინდრი. ხიდს ვაბეტონებთ და ნაწილ-ნაწილ წინ ვქაჩავთ. 660 მეტრი, 15000 ტონა. ხიდი იწევა და ლურჯი ამძვრელი ხიდს 900 ტონა ძალით წინ გადააადგილებს. სასრიალო საკისრებით დადის და ხიდი წინ მისრიალებს. ამას სიგრძივი სრიალის ხერხი ეწოდება. შორეული ნაწილი საყრდენიდან 2 მიმართულებით შენდება. ახლა ბეტონის ჩასხმა მიმდინარეობს. ხიდის კიდევ ერთი ნაწილი ბეტონდება. ახლა ხედავთ, რომ ხიდი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. 5 დასაკიდი ურიკა და სრიალის ტექნოლოგია. ახლა ამ ნაწილებს შევაკავშირებთ. ყველაფერი 2 წელიწადში? დიახ. ეს რისთვისაა? ხიდი არა იმიტომ დგას, რომ ბეტონის არის, არამედ იმის გამო, რომ შიგნით ფოლადის ტროსებია. მილებს ბეტონში ვანთავსებთ, რომელშიც ბაგირია, ჩონჩხი გამოდის. სინამდვილეში ხიდი ბაგირებს უჭირავს. კაბელს ვკუმშავთ. ტექნოლოგიას კომპრესიული ეწოდება. ფოლადის სიმტკიცე 200 მეგაპასკალია. ბეტონიც თითქმის ფოლადივით არის. 60 მეგაპასკალი. ჩვეულებრივი არ არის. მასში ბევრი მთისმადანია, ხრეში, ბაზალტი, გრანიტი. Гранит. На чем вы экономите деньги? ფულს რაზე ზოგავთ? დაზოგვაც ხომ შეიძლება? Можно же экономить. არავით არ შემთხვევაში. ამგვარი ფოლადის დამზადება მხოლოდ 3 ქვეყანას შეუძლია: გერმანიას, უნგრეთს და საფრანგეთს. რაში გჭირდებათ მაღალი ხარისხის ფოლადი? ხომ შეიძლებოდა რაიმე უფრო მარტივი საღება? არა, იმიტომ რომ ეს არის წინასწარ დაძაბული კონსტრუქცია. ამგვარი ტექნიკური მახასიათებლებით უნდა გამოიყენებოდეს. 1 მილიმეტრით თხელი რომ ყოფილიყო? არა, ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის ევროსტანდარტი. კონსტრუქტორის ჩანაფიქრით, ეს ფოლადი ამგვარი მახასიათებლებით უნდა გამოიყენებოდეს. ნებისმიერი სხვის გამოყენება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ხიდი დაინგრევა. მაგრამ ეს თქვენი პროექტია. დიახ, თავად თქვენ მოიფიქრეთ. ჩვენი პროექტია და ეს ფოლადია ჩადებული პროექტში. მორჩა. No i często jest tak, że ხშირად ისე ხდება, რომ გზატკეცილი ძველ გზებს გაივლის. შემდგომ კი გადავაწყობთ. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ინვესტიცია სრულად ახალ გზაში იდება. ძველი გზა აქ არ ყოფილა. nie było tu starej drogi. ახალი გზების გაკეთებასთან ერთად არქეოლოგები პოულობენ ხან რკინის ხანის არტეფაქტების კოლექციას, ხანაც ნეოლითის ნამარხებს. გზა მკაცრად განაწესის მიხედვით შენდება. ქვედაშრე ქვიშის ბალიში, ქვა, ხრეში, 8 სანტიმეტრი ბიტუმი. საბოლოო შრეა ასფალტი ან ბეტონი. აი თუ რა იქნება საბურავებს ქვეშ. ზემოდან რა ბადეა? Tak, to są ეს არის ქოქოსის ბადე. რის წყალობითაც ფერდობი არ ეშვება.
ბადეზე წინასწარ ბალახს ვთესავთ. შედეგად ქრება, წყლის ზემოქმედებით იშლება. ასევე ბალახისთვის მკვებავ ნივთიერებას წარმოადგენს. ბალახი უფრო სწრაფად იზრდება და ფერდობი უფრო მდგრადი ხდება. ბადის წყალობით ფერდობის დაშვების პრობლემა გადაიჭრა. ეს რა არხია? ეს კი ცხოველების გასასვლელია. Tak, żabki. 2002 წელია. ავტობანის მხოლოდ ეს ნაწილი ან კიდევ ავტომაგისტრალები იყო. ეს უკვე 2016 წელია. ძირითადი საჩქაროსნო გზები თითქმის მზად არის. ახლა კი გზების რუკა ასე გამოიყურება. ჩვენ აქ ლომჟაში ვართ. ეს არის მზა C19 და C61. შავად დასრულებულია, წითლად მშენებარე. ცისფერი დაგეგმარება და სამზადისი. მწვანე კი მშენებელს ეძებს. იყო დრო იმდენს ვაშენებდით და იმდენად სწრაფად, რომ ქვეყანაში ექსკავატორების უკმარისობა იყო. ნიშნულობა არ აქვს ხელისუფლებაში რომელი პარტიაა. ბოლო 20 წელია ყველა უკეთეს და სწრაფი გზის მშენებლობაზეა მიმართული. წარმოიდგინე, ყოველდღე 30,000 ადამიანი პოლონეთში საგზაო რუკის განვითარებით საქმიანობს. ასე კარგად როგორ გამოგდით? ამიხსენით. ტექნოლოგია სწრაფად გაკეთების საშუალებას გვაძლევს. კიდევ არის წესები, მშენებლობის ყოველი დღე ფული ღირს. მშენებლისთვის ეს დიდი ფულია, ამიტომაც ამგვარია ეკონომიკური პროცესი. მშენებელი დაინტერესებულია მშენებლობის დასრულებით. ისე სწრაფად, როგორც კი შესაძლებელია, რათა ბონუსები მიიღოს და უაზროდ ვადების გადაცილებისთვის ზედმეტი არ გადაიხადოს. გზების განვითარების საერთო ევროპული სტრატეგია არსებობს, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს 422 დიდ ქალაქს, საზღვაო პორტს, აეროპორტებს, სატვირთო ტერმინალებს. ევროკავშირი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის დასრულებაზე მუშაობს. ყველასთვის ერთიანი ინფრასტრუქტურული სტანდარტით. გზა Via Baltica ზუსტად ამგვარი ტრანსსასაზღვრო პროექტია. საერთო ღირებულება 118 მილიონი ევრო. საიდანაც ევროკავშირის დანადაფინანსება არის 99 მილიონი. მაგრამ ამგვარ დაფინანსებას ერთი მნიშვნელოვანი პირობა გააჩნია. თუ დაფინანსების წყარო თან ხდება, რომ ეს პროექტი ვარგისიანია დასაფინანსებლად, მაშინ გვაქვს რიგი პირობები. ყველაფერი მკაცრად პროექტის მიხედვით უნდა იყოს, რომელიც დასაწყისიდანვე იყო შემოთავაზებული და გზების შემთხვევაში ეს არის ზედა საფარის რეგულარული აღდგენა. ევროპას სურს, რომ მისი გზები შენდებოდეს და ემსახურებოდნენ ხარისხის, უსაფრთხოების, უმაღლესი სტანდარტებით ყოველ 100 კილომეტრში დასასვენებელი ადგილებით, ალტერნატიული საწვავის გასამართი და დასამუხტი სადგურებით და გარემოს მაღალი დონის დაცვით. ამისთვის რესურსდამზოგი და კლიმატმდგრად ნედლეულს ნერგავენ. გაერთიანებულმა ევროპის გზებმა არამხოლოდ ყველა უნდა დააკავშიროს, ასევე მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა უნდა შეამციროს. ცვეთის ცდები ტარდება, აქ ცვეთა არ არის. ნახეთ, ეს უკვე ცუდია. მშენებლებმა ეს უნდა გადააკეთონ. საკუთარი ფულით. ფულის გაცემისას კომისია ბიუჯეტის მიმართ თაღლითობას მკაცრად უდგება. ეფექტი. დავუშვათ თუ ადრე პოლონეთში გასვლისთვის 2 სამუშაო დღე იყო საჭირო. მუდმივად ერთი მარშრუტით დავდივარ ჩეხეთი ლიეტუვა. ახლა კი, თუ საღამოთი შემოვედი, დილას გავალ. ყველაფერში არის ეკონომია. დროში, ფულში, ეკოლოგიაში. კარგი გზა უპირატესობას იძლევა. რომ მეთქვა, რომ პოლონეთი გზას ისე ეპყრობა, როგორც ღირებულებებს.
რაც უფრო მეტი ტრანსპორტი გაივლის, მით მეტს მიიღებენ. ამაში სარგებელს ხედავენ. არანაირი მაღალი მორალური იდეალი. რა მორალური იდეალი უნდა იყოს? ეს არის კაპიტალიზმი. უბრალოდ კაპიტალიზმი. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი და მორჩა. ახლა გზები პოლონეთშიც ფასიანია. ადრე, როდესაც ჯერ კიდევ ვიწყებდით, მხოლოდ მაგისტრალი იყო ფასიანი. ახლა კი მანქანაში გადამცემი გიდგას და ყოველი კილომეტრისთვის იხდი. ევროკავშირის თითქმის ყველა გზა ტვირთბრუნვისთვის ფასიანია. პოლონეთის გასასვლელად ანდრეას ცალმხარეს 50 ევრო სჭირდება. ამასთან საწვავის გარეშე. ხოლო იტალიამდე რომ ჩავიდეს, 500 ევრო ეხარჯება. ეს არის მწვანე დანათებს გზის გადასახადი. ეს არის ჩეხეთისთვის, პატარა სლოვენიისთვის. თუ სლოვაკეთის გავლით მივდივარ, კიდევ ერთს ვამატებ სლოვაკეთს. რა იქნება თუ არ დაამაგრებ? პირველ რიგში შორს ვერ წავალ, სადმე პოლიცია წამომეწევა. უმალვე დაინახავენ, რომ გადახდის გარეშე მივდივარ და დამაჯარიმებენ. ძალიან დიდი ჯარიმაა. ევროკავშირის საგზაო ქსელი მთლიანობაში უკვე კარგად არის განვითარებული, თუმცა პრობლემები კიდევ არის. განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ნაწილში, ამბობენ ევროკომისიის ექსპერტები. ამასთან გზების განვითარებასთან ერთად ევროპის შიგნით პოლონეთის სატრანსპორტო საქმიანობა 10 წელში 22%-ით გაიზარდა. ბიალისტოკი კიდევ ერთი ქალაქი ქვეყნის აღმოსავლეთში. ესპერანტოს ენის შემქმნელის სამშობლო. (2023) წელს ბიალისტოკის მახლობლად ავტომაგისტრალის ვია ბალტიკას ბოლოს წინა მონაკვეთი გაიხსნა. პარასკევის საღამოს კაფეში თავისუფალი ადგილი არ არის. კიდევ გზებთან ერთად პოლონელები ცხოველებისთვის აშენებენ ხიდებს. ამიტომაც ამგვარი რამ აქ იშვიათად ხდება. პოლონეთში არის ბევრი ტყე, ეროვნული ნაკრძალი და ცხოველი. ასე რომ იმისათვის, რომ მელაკუდები, თახვები და ხარირმები ავტომაგისტრალზე ბორბლებს ქვეშ არ მოხვდნენ, ჯერ კიდევ 1996 წლიდან პოლონეთმა ეგრეთ წოდებული ეკოდუქტების მშენებლობა დაიწყო. გზის ზევიდან ტყედ შენიღბული ხიდი, სადაც ცხოველებს უსაფრთხოდ შეუძლიათ სირბილი. ამასთან უკვე 2500-ზე მეტი ამგვარი ცხოველების ხიდია აშენებული პოლონეთში. ამიტომაც მელაკუდები მანქანების ქვეშ არ დარბიან. კარგი გზებით სოფელშიც შეიძლება ცხოვრება. ეს რა კოსტუმია? ეს არის კროსნა. ქალები კერავენ. დღემდე ძველებურად კერავენ და ქსოვენ? დიახ. კვირა, დილა, პატარა საზღვრისპირა პუნსკი, პატარა ეთნოგრაფიული ლიეტოვური მუზეუმი.
ტურისტების ჯგუფი ერთი მეორის მიყოლებით მოდის. თითქოს სასახლე იყოს. Permanent exhibition about Easter time. Of course, eggs. ადგილობრივები ქალაქისკენ არ ისწრაფვიან. პირიქით, თავისკენ იზიდავენ სტუმრებსაც და მეწარმეებსაც. მისვლა ადვილია. გზა რა თქმა უნდა არის ძალიან მარტივი, უნივერსალური ღირებულება. თუმცა მასთან ერთად ყოველთვის ელემენტარული, თავისუფლად გადაადგილების უფლება ხორციელდება.